წელს ევროპის დღე თბილისში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა და დღეს 6 მაისს ექსპო ჯორჯიაში ტარდება. აქ მოწყობილი არის თემატური პავილიონები და დამთვალიერებელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირადად გაიცნოს მეწარმეები და ასევე გაიცნოს იმ პროექტებს, რომლებიც სწორედ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უწყობენ ხელს. მოდით ერთად გადავალოთ თვალი პავილიონებს და უფრო მეტი გავიგოთ ევროპის დღის შესახებ. ვაერთიანებთ სოციალური საწარმოების ნაწარმს. ამ ეტაპზე ჩვენთან ახლა წარმოდგენილი არის 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ნივთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი მისი სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვით აძლიერებს სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს, ზრუნავს გარემოზე და ზოგადად მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რომ ცხოვრობდეთ უკეთეს გარემოში, რომელიც არის უფრო თანაბარ უფლებიანი, ადამიანის უფლებები დაცულია და ასე შემდეგ. აქ არის წარმოდგენილი ტრადიციული რეწვის ნიმუშები, ეთნოდიზაინი, ედენა, ჩვენი დები, სოციალური თერაპიის სახლი და თითოეული მათგანის უკან დგას ქართველი ტრადიციული ოსტატები. აქეთ უკვე ვხედავთ ხის სათამაშოებს, რომლებიც დამზადებული არის დადარსა და კოდალაში. ორივე მათგანი არის შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოციალურ საწარმოებში პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად დასაქმებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. როგორც ხედავთ, აქ წარმოდგენილი საკმაოდ ბევრი სოციალური საწარმოა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობა მათგანის განვითარებაში, გაძლიერებაში ევროკავშირის წვლილი და იმ ორგანიზაციების წვლილი, ვინც ამ კონცეფციას მხარს უჭერს, საკმაოდ დიდია. ეს საერთაშორისო კამპანია კაცები ზრუნავენ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა რამდენიმე წელია უკვე რაც დააინიცირა საქართველოში და მას მერე მზარდი წარმატებით მიმდინარეობს, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი მძიმე ფონიდან აიდგა ფეხი ამ კამპანიამ გაეროს კვლევებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც მამების და კაცების ჩართულობა ოჯახში და ბავშვთა ზრდაში ძალიან დაბალი იყო. მე ჩართული ვარ ამ ყველაფერში, დიდი ხანია უკვე და ვცდილობ რომ რაღაცა პატარა წვლილი ჩემი მხრივაც შევიტანო ამ ყველაფერში. დღესაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, გაეროს მოსახლეობის ფონდის სტენდთან კაცები ზრუნავენ კამპანიაც არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებია. პრინციპში ის აქტივობები, რომელსაც ისედაც ატარებს ხოლმე გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაერთიანდა დღევანდელ დღეს ამ სტენდთან, შეიძლება ითქვას. ჩვენ ვართ სოციალური საწარმოს STEM Space-ი, რომელმაც თავისი არსებობა სწორედ ევროპის ფონდის მეშვეობით დაიწყო, ანუ სტუდენტების, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წამოწყება, აიტაცა ამ ფონდმა, დააფინანსა და შევძელით იმის გაკეთება, რასაც დღეს ხედავთ. ანუ რა არის ეს? ეს არის ლეგო განათლება. ასეთ სასურველი ყველაფერი. კი ბატონო. პროგრამირების სტუდენტები არიან ძალიან მოთხოვნადი სოფლიო ბაზარზე. შესაბამისად, თუ ამასთან ახლავს ბავშვების მოწადინე მონდომებას და ნიჭიც, ხო? ღებულობთ ძალიან წარმატებულ ადამიანებს, რა და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, რომ აღმოვაჩინოთ ესეთი ბავშვები, აწყობენ გარკვეულ მოდელებს ნახაზების მეშვეობით. უკვე სწავლობენ პირველ საფეხურებს ნახაზების კითხვის. შემდგომ უკვე ხდება პროგრამირება. პროგრამირების საწყისი, ანუ სწავლობენ პრიორიტეტების აგებას, რა. და როგორი რაღაცა არის, იცით რომ საბოლოო ჯამში პროდუქტს ღებულობენ ბავშვები და ეს მათთვის ძალიან ისე ემოციური ის არის, რა, ძალიან კარგი დადებითი. ამ დროს მათ ისეთი პროცესები გაიარეს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმის დასაგვირგვინებლად, რა და. ეს გააკეთეს უბრალოდ უმტკივნეულო და შეუმჩნევლად. კი, თამაშით. თამაშით.
დღევანდელი დღე ნამდვილად გამოირჩევა ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობით, რაც ნამდვილად აისახა სტუმრების ჩართულობაზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ევროპის დღის აღნიშვნამ ძალიან მასშტაბური სახე მიიღო.